მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დავუთმობთ დღეს ყურადღებას ნინო ტაბატაძე გაგაცნობ. ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდზე იკალათა Gov.g ამოქმედდა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა დღეს წარადგინა. ვებგვერდზე განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტი, 12 უმსხვილესი ქსელიდან, აქ არის წარმოდგენილი საუკეთესო ფასები. მომხმარებელს საშუალება ექნება შეადარონ პროდუქტის ღირებულება და საუკეთესო შეთავაზების შესახებ მიიღონ ინფორმაცია. ვფიქრობ აღნიშნული პროექტი, რომ ერთის მხრივ ხელშეუწყობს მოქალაქის ინფორმირებას და მათი მხრიდან ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას და მეორეს მხრივ ქსელებს შორის ეს მნიშვნელოვნად გაზრდის კონკურენციას, რადგანაც ინფორმაციას პორტალი იღებს ქსელებისგან და ისინი არიან მუდმივი განახლებების რეჟიმში და ყველა ვფიქრობ, რომ შეეცდება, რომ ძირითად საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე კონდეს საუკეთესო შემოთავაზება მოქალაქეებისთვის. ეს მნიშვნელოვნად გააზრდის მომხმარებლის მხრიდან ზემოქმედების ბერკეტს და ძალაუფლებას, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ქსელებს შორის კონკურენციის ხარისხზე. რომელი ქსელები შეუერთდა ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდზე, კიდევ რა ღონისძიებები გეგმება პროდუქციის გაიაფების დაპირების შესასრულებლად. ეკა გაზდელიანი მუშაობს ამ თემაზე და შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში გაგვაცნობს. ელექტროენერგიის ჯამური ექსპორტი ბოლო 10 წლის მინიმუმზეა, როგორც მოცულობით, ისე ღირებულებით. გალთენთაგარეთის მონაცემებით მაისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი 4.8 ჯერ რაოდენობრივად, ხოლო ღირებულებით თითქმის 8 ჯერ შემცირდა. მიზეზი თურქეთის ბაზარზე ფასების მკვეთრი კლება. გასულ თვეში თურქეთში ექსპორტის საშუალო ფასი კილოვატ-საათზე თითქმის 40%-ით 2.7 ცენტამდე იყო შემცირებული. ასეთი დაბალი ფასი ექსპორტის ეკონომიკურ მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან ექსპორტიორებს სისტემასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაც უწევთ. მათ შორის გადაცემის ტარიფის და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის წერს გალთენთაგართი. ექსპორტის შემცირებასთან ერთად მაისში შემცირდა ჰიდროგენერაცია წლიურად თითქმის 10%-ით, ამ იძულებითი ნაბიჯის გარეშე მიწოდება მოთხოვნას გადააჭარბებდა. საინვესტიციო ბანკი გენერაციის შეზღუდვის გაგრძელებას ივნის-ივლისში ცელოდება, თუმცა შედარებით ნაკლები მოცულობით. რა სიგნალია არსებული ვითარება ბაზრისთვის და რა ნაბიჯებია საჭირო, რომ ელექტროენერგიის წარმოება რეალიზაცია იმგვარად მოხდეს, რომ ბაზარზე არც სიჭარბე და არც დეფიციტი შეიქმნას, როგორ უნდა გადაალაგდეს ბაზარი და დაგეგმილი პროექტები. მაია მელიქიძე, განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი შემოგვიერთდება ამ თემაზე სასაუბროდ საქმის კურსში 15 საათზე და 30 წუთზე. საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი კლების ტენდენციას ინარჩუნებს. 2026 წლის იანვარ-მაისში რეექსპორტზე 725 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, რაც წლიურად 25%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კლებას აჩვენებს რეექსპორტზე გასული ავტომობილების რაოდენობაც, კერძოდ 5 თვეში საზღვარგარეთ სულ 29297 ერთეული ავტომობილი გავიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რაოდენობა 38725 იყო. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, 2026 წლის იანვარ-მაისში ამ მიმართულებით პირველი ადგილი კვლავ ყირგიზეთს ეკავა, სადაც 340 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავყიდეთ. მეორე ადგილზე არის ყაზახეთი 164 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილებით. რა ტენდენციებია საავტომობილო ბაზარზე და რა გავლენა აქვს რეექსპორტის კლებაზე აპრილიდან მთავრობის მიერ ავტომობილებზე გამბაჟების ტარიფების მკვეთრ გაზრდას. ნუცა შუბაშვილი მუშაობს თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში შემოგვიერთდება. ეგრეთ წოდებული FDI გრანტის პროგრამა საწარმოო საქართველოს შემდეგ ინვესტიციების სააგენტო გააგრძელებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 292 დადგენილებიდან ირკვევა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროში შემავალ SIPS ინვესტიციების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამის უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის მართვა გადააბარა. დადგენილებაში გაწერილია, რომ სახელმწიფო პროგრამა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის მიზანს წარმოადგენს საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ზრდის, ცოდნისა და ტექნოლოგიების შემოდინების და განსაზღვრულ ეკონომიკურ სექტორებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა. ახალი დოკუმენტით მხოლოდ პროგრამის მმართველი უწყება იცვლება, სექტორები და პროგრამის პირობები კი, რომლის ხელშეწყობა მოხდება, იგივე დარჩება.
ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეპესე ვალუტა პლუსი 5.9 მილიონი ლარით დააჯარიმა. ჯარიმების უდიდესი ნაწილი უკავშირდება კლიენტის და გარიგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობას, ასევე ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურებას. მათ შორის ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს 3.1 მილიონი ლარის ჯარიმა, კლიენტის და ოპერაციის შესახებ ინფორმაციის სპეციალურ პროგრამული სისტემით აღურიცხაობის 453 ფაქტზე დაეკისრა. 2.2 მილიონი ლარი კი ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურების გაწევის 2267 შემთხვევისთვის. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად შეპესე ვალუტა პლუსის მესაკუთრე და დირექტორი დავით ბოჭორიშვილია. ეს კომპანია კი 2021 წელს არის დარეგისტრირებული. ამ და სხვა სიახლეებით პირდაპირ ეთერში 13:40 და 40 წუთზე ვბრუნდებით. დაგვალოდით.